ლაგოდეხში საზეიმოდ გაიხსნა კახეთის ნორჩ ფეხბურთელთა ჩემპიონატი. წელს ჩემპიონატში 32 გუნდი გამოდის მაშინ, როცა წინა წლებში მაქსიმუმ 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა როსტომაშვილის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის სპორტული ფორუმი რეგიონში პირველად ტარდება. ბავშვთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარების მიზნით კალენდარული ტურების ჩატარება კახეთის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. ტურნირის ჩატარება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პერსპექტიული ფეხბურთელების გამოვლენას, კახეთის რეგიონული ნაკრების გუნდის ჩამოყალიბებას და რაც მეტი ბავშვი ითამაშეს, მეტი მასობრივობა იქნება და მეტი ტალანტის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი. 4 ასაკში იღებენ მონაწილეობას ბავშვები, 2013 წელს დაბადებულები, 2014, 2015 და 16 წელს დაბადებული ბავშვები. ამ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 600 ბავშვამდე. და ეს არის მისასალმებელი და კახეთს აქვს კიდევ პოტენცია, იმედია რომ მომავალ წელს ამას შევძლებთ ყველასთან ერთად, რომ გავზარდოთ ბავშვების რაოდენობა, იმიტომ რომ ეს არის კახეთის ჩემპიონატი და აგრეთვე კახეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს ფესტივალს და ერთი ამდენი ბავშვი კიდევ ამ ფესტივალებში თამაშობს.